აი სიახლე სწორედ ის არის, რომ ახლა უკვე ყველანაირი რეგიონული შეზღუდვა ვთქვათ იმ რეგიონებში, სადაც მუშაობდით, იქიდან შეეძლოთ ადამიანებს ჩვენთან მოემართათ, თუმცა იყო რეგიონები, სადაც არ გვიმუშავია და მათთან კომუნიკაციაში ამ დრომდე ვერ შევედით. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად დიდი ხანია, რაც ორგანიზაცია არსებობს, ერთ-ერთი სიახლე ეს იქნება, რომ არც რაოდენობრივი და არც რეგიონული შეზღუდვები ამ შემთხვევაში აღარ გვექნება და კიდევ ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის, რომ ჩვენ ვცდილობთ გავამარტივოთ ჩვენამდე მოსასვლელი გზა. ხშირად იყო ხოლმე მომართვიანობა და ჩვენ ვერ ვახერხებდით, რომ რაღაც ადეკვატური გზა გაგვეხსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც იყო მოტივირებული და ახლა უკვე შევეცდებით, რომ ბევრად მეტი დრო დავუთმოთ იმ ადამიანებს, ვინც მოტივირებულია, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში და ითანამშრომლოს სკოლასთან, ან მეორეს მხრივ მასწავლებელია და უნდა რომ რაღაცა ექსპერტულ დონეზე მიიღონ დახმარება თუ როგორ მოახერხონ მშობელთა ჩართულობის სისტემური დაგეგმვა სკოლაში და ის სწორედ ეს იქნება სიახლე, რომ რეგიონული ჩარჩო, რაოდენობრივი შეზღუდვა აღარ იმოქმედებს და ჩვენ უფრო მეტ ძალისხმევას დავხარჯავთ აი ამ ხიდების მშენებლობაზე, რაზეც ვსაუბრობ, რომ ჩატეხილია სკოლასა და მშობლებს შორის. ის რა გზებით მოხდება? თანამშრომელთა რაოდენობა გაზარდეთ და ამ გზით შეძლებთ, რომ უფრო ფართო მასები მოიცვათ თუ რა იქნება სიახლე ამ მიმართულებით? დავემატეთ ერთი სტრატეგიული ხედვა მცირედით დავაკორექტირეთ და შევცვალეთ და ამ ეტაპზე შემდეგი 3 წლის განმავლობაში ჩვენ განსაკუთრებულად დიდ ენერგიას არსებული თანამშრომლები და ასევე მოხალისეები, ვინც ჩვენს გუნდში არიან, დავხარჯავთ სწორედ აი ამ პლატფორმის მშენებლობაზე. ახლა რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი? ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომლებსაც სკოლაშიც ხედავენ და მშობლებიც ხედავთ, მაგრამ აი შევხედეთ, რომ აი ბევრი არაფერი არ შეცვლა ხო რაღაცნაირად კუს ნაბიჯით მიდის ცვლილებები. ქვეყანაში, რაც ბავშვებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ. აი ჩვენ ვცდილობთ, რომ ისევ დავრჩეთ იგივე პლატფორმაზე, რასაკვირველია ჩვენ ვერ აუვლით გვერდს, რომ ვთქვათ, მოვითხოვოთ სასკოლო კვება სკოლაში, მოვითხოვოთ გარემონტებული სკოლის შენობები და არადანგრეული, თუმცა ვცდილობთ, რომ გამოვყოთ ადამიანები, ვინც უშუალოდ იმუშავებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. იქნება ეს მასწავლებლებთან და იქნება ეს მშობლებთან. აი ხაზი, ასე ვთქვათ, ორგანიზაციის უკვე 2025 წლის მარტიდან გაფართოვდება და მეტად ასე ვთქვათ, ვიქნებით უფრო მეტად მოტივირებულები, რომ მეტი ყურადღება დავუთმოთ იმ ადამიანებს, ვინც არის მოწადინებული, რომ რაღაც ახალი ისწავლოს. აი ყველაზე მეტად მე რაც მახარებს ამ პროცესში ის არის, რომ ჩვენ გვექნება მეტი შესაძლებლობა მოტივირებული მასწავლებლებისთვის და მზრუნველი მშობლებისთვის, რომ მივაწოდოთ ის ყველანაირი ცოდნა, რაც მათ სჭირდებათ და ამას ხელი შეუწყო იმ საქმიანობამ, რაც ჩვენ უკვე გვაქვს გაკეთებული. ჩვენ ამ 7 წლის განმავლობაში დავაგროვეთ უზარმაზარი ცოდნა, ექსპერტული ცოდნა, სრულყოფილი ცოდნა, რაც ამ ეტაპზე თავმოყრილია სახელმძღვანელოში მშობელთა ჩართულობა სკოლაში. არ გვინდა რომ ეს ცოდნა დარჩეს პატარა ჯგუფში, ვინც აქამდე იყო ჩვენს ორგანიზაციაში, ან წევრები, ვინც იყვნენ მხოლოდ იმათთან და გვინდა რომ მაქსიმალურად ყველას მიწვდეს და სწორედ აი ეს არის მიზანი, რომ უფრო მეტი ყურადღება ახლა ჩვენ უნდა დავუთმოთ იმ რეგიონებს, სადაც აქამდე არ გვიმუშავია. მაგალითად, ესეთი არის რაჭა, ესეთი არის გურია, ასეთი არის, ვთქვათ, არა დიდი ქალაქები რეგიონების, არამედ პატარა ქალაქები ან სოფლები და მგონია, რომ აი ესეთი წერტილოვანი გაშლით ჩვენ ვართ ამ თემის ადვოკატები ხო მშობელთა ჩართულობის და მგონია, რომ აი ესეთი წერტილოვანი გაშლა შეიძლება იყოს უფრო ეფექტიანი გზა, რომ უფრო სწრაფი სვლით გააგრძელოს ორგანიზაციამ მუშაობა. რეგიონების გარდა კვლავ გააგრძელებთ აქტიურად მუშაობას დედაქალაქში, სხვადასხვა დიდ ქალაქში. დედაქალაქი დიდი დასაყრდენია და ასევე დიდი ქალაქები, სადაც უკვე ყავს ადამიანები, ვინც ამ თემას ჩვენგან დამოუკიდებლადაც ეწევა ამ თემის პოპულარიზაციას. მეგი, რა იქნება აი კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რის გადადგმასაც გეგმავთ ამ პლატფორმის ფარგლებში, უფრო გასაგები რომ იყოს მშობლებისთვისაც, მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვისაც, რა არის ის, რაც უნდა გააკეთოთ და რა გზებით? თვეში რამდენჯერმე იქნება სრულიად ღია აქტივობა, იქნება ეს ვებინარი, იქნება ეს ტრენინგი, იქნება მასტერკლასი, იქნება დისკუსია, სადისკუსიო ფორუმის მოწყობას გვეგმავთ, სადაც თემატურად გაერთიანდებიან, ან თემატური ინტერესების მიხედვით გაერთიანდებიან და ითანამშრომლებენ მშობლები და მასწავლებლები. ერთ-ერთი სიახლე რაც არის ის, რომ ჩვენ
გვექნება უკვე კომერციული სერვისები, აქამდე კომერციული სერვისები არ გქონდა, მაგალითად თუ ადამიანს სურდა რომ რაღაცა თქვა გარკვეული თანხა გადაეხადა და ამის სანაცვლოდ ეს ცოდნა მეეღო, აქამდე ჩვენ ამის შესაძლებლობას ვერ ვაძლევდით. ახლა გადავწყვიტეთ რომ ეს საკითხიც დარეგულირდეს, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა ეს არ იქნება ბიზნეს პროექტი და იქნება ძალიან ხელმისაწვდომი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური კონტრიბუცია იმისთვის, რომ ადამიანებმა გამოხატონ თავიანთი ნება და შეძლონ რომ აი ასეთი მცირედი თუნდაც ფინანსური კონტრიბუციით თქვან რომ ეს ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია რომ შეგვიძლია რაღაცა პატარა ვთქვათ თანხა ამაში გავიღოთ. ერთგვარი ინდიკატორიც იქნება ამის, რამდენად დაინტერესებულია რეალურად სასკოლო საზოგადოება, მშობლები და მასწავლებლები მათთვის საინტერესო ახალი ცოდნის მიღებით. თქვენ ახსენეთ 7 წლიანი მუშაობა, თქვენი დაკვირვებით აი 7 წლის განმავლობაში რამდენად გაიზარდა მშობლების ჩართულობა თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში და მასწავლებლების დამოკიდებულება როგორია, როდესაც მშობელი ერთვება ამ ყველაფერში, მათ დადებითი განწყობა აქვთ ამის მიმართ თუ არის გარკვეული, არ ვიცი, რაღაცა უარყოფითი დამოკიდებულებაც, რომ მათ საქმეში ხომ არ ერევიან და ასე შემდეგ. როგორია მასწავლებლების და მშობლების ურთიერთობა იმ 7 წლის განმავლობაში და თქვენ რამდენად შეუწყოთ ხელი რომ ცნობიერება გაზრდილიყო რომ ეს ორივესთვის და პირველ რიგში თავად ბავშვებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან საინტერესო შეკითხვა. ზოგადად მშობელთა საზოგადოებას და მასწავლებლებით საკმაოდ ფართო ჯგუფია და რა თქმა უნდა შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც მოწადინებული არიან ან პირიქით ნეგატიურად განწყობილნი. თუმცა მე არ შემხვედრია ადამიანი სკოლაში, მათ შორის სკოლის დირექტორი ან მასწავლებელი, რომელიც იტყვის, რომ არა, ჩვენ არ გვინდა რომ მშობლები იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში. როგორც წესი, აქ პრობლემა ჩნდება ხოლმე მაშინ, როდესაც მშობლები რაღაცას ითხოვენ, თორე სხვა მხრივ ყველანაირ ჩართულობას მიესალმებიან სკოლაში და მშობელთა ჩართულობას ბევრი სახე აქვს, 6 სახე აქვს, ასე ვთქვათ, მხოლოდ ერთი არის ისეთი, რომელიც არ მოსწონთ, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთვებიან მშობლები, თუმცა ესეც ყველას არა, ვერ ვიტყოდი ახლა, სადაც საგანმანათლებლო ლიდერი მართავს სკოლას და არა ბოსი, ასე ვთქვათ, სადაც დირექტორი არის საგანმანათლებლო ლიდერი, ის მომხრე არის გაზიარებული პასუხისმგებლობის და ჩვენ გვყავს პარტნიორები, რომლებსაც შესანიშნავად აქვთ ამ წლების განმავლობაში გამოყენებული ის ცოდნა, რაც ჩვენი ორგანიზაციისგან მიიღეს და დაანერგილიც არის მათ სკოლებში და ეს მხოლოდ და მხოლოდ გვეამაყება. ასე რომ მგონია რომ ნელისვლით მივდივართ ცხადია, თუმცა როცა ვაფუძნებდით ამ ორგანიზაციას, არც გვქონდა იმის მოლოდინი, რომ 5 წელიწადში ყველაფერი შეიძლებოდა, მით უმეტეს ძალიან რთული პოლიტიკური და სოციალური გარემო გვაქვს ქვეყანაში და ეს ყველაფერი თავის გავლენას ახდენს ცხადია და ასევე ერთ-ერთი ხელის შემშლელი მშობელთა ჩართულობის ეს არის სიღარიბე, რაც მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ფესვგამდგარია, როდესაც ადამიანებს აქვთ საზრუნავე იმაზე თუ რა აჭამონ შვილებს, ან რა ჩააცვან, ან როგორ გაათბონ, მათთვის ფუფუნებაა ის ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ასე რომ ესეც არის ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობს, ამის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, კიდევ უფრო ვაფართოებთ ასე ვთქვათ მშობლებამდე და მასწავლებლებამდე მისასვლელ გზას და თავის მხრივ მათაც ვუადულებთ რომ მოვიდნენ, მაგალითად ახლა 16 მარტს გვაქვს ვებინარი დაგეგმილი ფსიქოლოგის მონაწილეობით, როგორ ავუმაღლოთ სწავლის мотиваცია ბავშვებს ასეთი სათაურით და ეს არის თემა, რომელიც ალბათ არ შეგხვდებათ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არ მჭირდება, რომ ძალიან კარგად ვიცოდე ხო. ამიტომ ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად საინტერესო თემები შევთავაზოთ ერთის მხრივ მშობლებს და მასწავლებლებს და მეორეს მხრივ ეს იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. არ იყოს, თქვათ, არ მოხდეს ამის კომერციალიზაცია და თუ კი, თქვათ, ჩვენ გვექნება ფასიანი სერვისი და გამოცხადებული ვებინარი, ეს თანხა ისევ და ისევ მოხმარდეს ორგანიზაციაში ახალი ცოდნის შეკრებას და შემდეგ ამის საჯაროდ გაშლას.